თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ყავს თუ არა ჯარის ქალები? ამ შეკითხვას რომ უპასუხოთ, ჯერ უნდა ვიკითხოთ, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ თუ არა ქალბატონები? დიახ, მსახურობენ. მაშინ გამოდის, რომ დიახ, ყავს ჯარის ქალები. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლა მოვისმინე თავის დროზე. პრეზიდენტი ობამა ოსლოში გამოდიოდა სიტყვით, სადაც ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობდა. ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი გამოსვლა. საერთოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სპიჩი ყოველთვის კარგია. ახლა ზეპირად მახსოვს ფრაზები მისი სიტყვებიდან, ასე მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და ქალები იცავენ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას. ჩვენს ჯარისკაცებს და ჯარისქალებს არასოდეს უბრძოლიათ იქ, სადაც დემოკრატიაა. როცა მისიებიდან ბრუნდებიან ჩვენი ჯარისკაცები და ქალები, ჩვენ მათ ვეგებებით არა როგორც ომის მონაწილეებს, არამედ როგორც მშვიდობის მშენებლებს და სხვა. იმდენად იმოქმედა ამ გამოსვლამ, ყოველთვის ვფიქრობ, მართლაც და რატომ მიმართავენ ჩვენს სამხედროებს მხოლოდ როგორც ჯარისკაცებს? ამას წინათ გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გახლდით მიწვეული. ლიცეუმში კადეტი გოგონები და ვაჟები დააჯილდოვეს. სამხედრო მაღალჩინოსნებმა მათ ამაყად მიმართეს, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი ჯარისკაცები და საიმედოდ ცვლა. ამას ეუბნებოდნენ ვაჟებსაც და გოგონებსაც, რომლებიც ამაყად პასუხობდნენ ვემსახურები საქართველოს. ცნობისთვის ამჟამად კადეტთა ლიცეუმში 63 გოგონა სწავლობს, რომელთა სწავლების მეთოდები, როგორც ფიზიკური, ასევე აკადემიური, აბსოლუტურად თანაბარია ვაჟებთან მიმართებაში. ქუთაისში, როცა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტიდან დავბრუნდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. კურსზე 38 ვიყავით, აქედან 36 გოგონა იყო და მხოლოდ 2 ვაჟი. მაშინ არ მიფიქრია, ახლა წარმოვიდგინე, რომ შემოსულიყო ლექტორი და ეთქვა: გამარჯობათ გოგონებო, ცხადია შეიქმნებოდა სასაცილო სიტუაცია. მე და ჩემი თანაკურსელი ვაჟი კი უხერხულში ჩავარდებოდით. ანუ რა გამოდის, როცა მეთაური ესალმება ჯარში რიგითებს გამარჯობა ჯარისკაცებო და საპასუხოდ გაუმარჯოს დაიგრიალებს ჯარი, იქ ყოფ ქალბატონებს უხერხულობას არ უქმნის? გვიფიქრია ამაზე? მე მიფიქრია. ბუნებრივია, ამ ამბავს თავისი ახსნა აქვს. ჯარში გეტყვიან, რომ ჯარისკაცებში ქალებიც იგულისხმება და კაცებიც, რაც ცხადია ჩვენს მენტალობაში არსებული სტერეოტიპების ბრალია და ყველა ცოდვას შეერაღებულ ძალებს და მათ ხელმძღვანელობას ვერ ავკიდებთ. უბრალოდ ჩვენ დავამკვიდრეთ ეს საზოგადოებაში. ხშირად ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ქალის დანახვა საზოგადოების გაოცებას იწვევს. სჭირდება თუ არა ქართულ არმიას ქალის სამხედროები და თვითონ ქალბატონებს თუ სჭირდებათ ჯარში სამსახური? რა თქმა უნდა სჭირდებათ. ამიტომაც ქალბატონების მონდომება მამაკაცების გვერდით დაიცვან სამშობლოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არმიაში მომსახური ადამიანი პირველ რიგში მშვიდობის სადარაჯოზე დგას. ევროპას ბოლო 65 წელია ომი არ უნახავს და ეს ყველაფერი სწორედ იმის გამო, რომ დემოკრატიული ქვეყნები ჯარში მშვიდობის შენებლობას ხედავენ და არა ომს. დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას რამდენიმე კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური მოუშვიშებელი იარა აქვს, განსაკუთრებული როლი ეკისრება ქალების შეერაღებულ ძალებში ყოფნას. რადგან და მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები სხვაგარად გრძნობენ მშვიდობის აუცილებლობას, არასოდეს კარგავენ იმედს. საქართველოს შეერაღებულ ძალებში დღესდღეობით 1200-მდე ქალი მუშაობს. მათ უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები დგანან. ასევე ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამენ და მიდიან სამსახურში, ფორმა, რომლის სამკერდე ნიშანზეც ჯარისკაცი წერია და თითეული მათგანი პასუხისმგებელია სამშობლოს წინაშე. სწორედ ამიტომაც დღეს განსაკუთრებით გჭირდება სწორი ფორმულირება მივცეთ მათ თავგანწირვას. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ? თუ კაცებს ვეძახით კაცებს და სწორადაც ქალებსაც დაუძახოთ ქალები. განა ესაც რთულია? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.